იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება დაიწყო. მოქალაქეები, რომლებიც იუსტიციის სახლებს ბიომეტრიული პასპორტების ასაღებად მიმართავენ, პასპორტებთან ერთად მიიღებენ სპეციალურ ბროშურას, რომელიც უვიზოდ მიმოსვლის წესებს გამარტავს. ამის შესახებ სპეციალური ბრიფინგი დღეს იუსტიციის სახლში გაიმართა, რომელსაც სალომე ქოქიაშვილიც დაესწრო და ახლა ის პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. სალომე, კონკრეტულად რა წესებზეა საუბარი? Ყველა ეს რეგულაცია დეტალურად არის განმარტებული ამ სპეციალურ ბროშურაში, სადაც ასევე მოყვანილი არის იმ ქვეყნების ჩამონათვალით, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უკვე უვიზოდ მოგზაურობა. გარდა ამისა, ამავე ბროშურაში არის განმარტებული ყველა ის წესი, ჩამოთვლილი არის ასევე იმ დოკუმენტების ნუსხაც, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ უვიზო მიმოსვლისას საზღვრის გადაკვეთისას. თუმცა ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი, ბუნებრივად და უვიზო მიმოსვლის მთავარი პირობა ეს არის ბიომეტრიული პასპორტი. ბიომეტრიული პასპორტთან ერთად კი ყველა მოქალაქეს, რომელიც იუსტიციის სახლში პასპორტის მისაღებად მოვა, შეუძლია აიღოს სწორედ აი ესეთი ბროშურაც, რომელშიც ეს წესები არის განმარტებული. გარდა ამისა, დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ ესტუმრონ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმენთ თუ რა წესებზე არის საუბარი ამ შემთხვევაში. აუცილებელი ადამიანს გააჩნდეს ბიომეტრიული პასპორტი, სხვა ტიპის პასპორტით მოგზაურობა ამ პირობებში ვერ იწარმოებს და არის რამდენიმე დოკუმენტი, რომელსაც დაჟინებით ურჩევთ, რომ ჩვენ თანამემამულეებს თან გქონდეთ. ეს არის ორი გზის წასვლის და დაბრუნების ბილეთები, ავიაბილეთები, ეს არის დაზღვევა, განთვალისწინებული სწორედ იმ დღეების რაოდენობაზე, რა დღეებითაც ეს პიროვნება მიდის, ეს არის სასტუმროს ჯავშანი, მოქმედი სასტუმროს ჯავშანი და ეს არის სასურველია, თუ კი მიემგზავრება მაგალითად კონფერენციაზე იყოს მოწვევა კონფერენციიდან, თუ კი მიემგზავრება ნათესავთან ეს იყოს მოწვევა ნათესავის მხრიდან და ეს ძირითადი დოკუმენტებია, რომელიც მას უნდა გააჩნდეს. საბანკო ამონაწილე ამ შემთხვევაში არ არის მოთხოვნილი. ევროკავშირი დღიურ თანხად ითვლის დაახლოებით 50 ევროს ოდენობას. იუსტიციის სამინისტროში და იუსტიციის სახლებში განმარტავა, რომ ყველა წესის დაცვით საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლის საშუალება მათი აზრით მიეცემათ ზაფხულიდან, ანუ ისე როგორც ეს დაანონსა ევროკომისიამ, მეტად ერთხელ შეგახსენებთ, რომ დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს და შესაბამის სერვის ცენტრებს იმასთან დაკავშირებით, თუ კიდევ რა წესების დაცვა შეიძლება დასჭირდეთ მათ უვიზოდ მოგზაურობისას.